ალბათ ყველა თქვენთაგან სმენია ერთი საშინელი პრაქტიკის შესახებ, რომელიც გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში იყო გავრცელებული. კონკრეტულად მე ვსაუბრობ ტყვეთა სყიდვაზე, ანუ ადამიანებით ვაჭრობაზე. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მძიმე იყო მდგომარეობა დასავლეთ საქართველოში. გურიის, სამეგრელოს და აფხაზეთის სამთავროების ნავსადგურებიდან კი ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იყიდებოდა. ისინი ოსმალო მეზღვაურებს მიჰყავდათ და შემდეგ მთელი იმპერიის ფარგლებში ანაწილებდნენ. ეს მეტად სარფიანი ბიზნესი იყო. რა იყო ამ ბანკიერების გავრცელების მიზეზი? უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა გავიხსენოთ საშინელი ეკონომიკური სიდუხჭირე, რომელიც იმდროინდელ დასავლეთ საქართველოში სუფევდა. გარდა ამისა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ზოგადად მორალის დაცემაზე, რომელიც ასეთ ვითარებაში გარდაუვალიც იყო. ასევე უნდა შევეხოთ ფეოდალურ ანარქიასაც. მე-16-18 საუკუნეებში დასავლეთ საქართველო მოიცვა შიდა დაპირისპირებებმა. იმერეთის მეფეები, სამეგრელოს, გურისა და აფხაზეთის მთავრები განუწყვეტლივ იბრძოდნენ ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, ომიანობა ხელს არ უწყობდა რაიმე წესრიგის დამყარებას და პირიქით, ყველაზე საშინელი ბანკიერებების გავრცელებას ახალისებდა, მათ შორის იყო ტყვეთა სყიდვაც. ამ საშინელი მოვლენის შესახებ მრავალი ცნობა დაგვიტოვეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა ავტორებმა, მათ შორის კათოლიკე მისიონერებმაც. ხშირ შემთხვევაში მისიონერები დეტალურად აღწერდნენ ტყვეთა სყიდვის პროცესს. ისინი ესაუბრებდნენ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ამ სამარცხვინო საქმიანობაში იყვნენ ჩართული და ცდილობდნენ გაეგოთ თუ რა იყო მათი мотиваცია. ერთი მეტად საყურადღებო შემთხვევა კრისტოფორ კასტელმა აღვიწერა, რომელიც ესაუბრა ვინმე მატუტო ჩენსერიას, რომელიც საკუთარ დედას ყიდდა გურიის ერთ-ერთ ნავსაყუდელში. როდესაც მისიონერმა ჩენსერიას კითხეს, თუ რატომ იქცევდა ასე, ერთ შეხედვით მეტად უცნაური პასუხი მიიღეს. კერძოდ, ჩენსერია მათ განუცხადა: ეს ცოდვა კი არ არის, პირიქით დიდი შემბრალებლობაა. პირველ ყოვლისა, რადგან დედაჩემი მიდის თურქების ქვეყანაში, ამით თავის მდგომარეობას იუმჯობესებს. რომ დარჩეს, თავისი ლაპარაკით ამიმხედრებს საქონელს, ოჯახსა და შვილებს. ახლა კი ჩემი ცოლი დამშვიდდება და დაწყნარდებაო. ამდენად, როგორც ხედავთ, რძალ დედამთილის დაპირისპირება მარადიული თემაა და მე-17 საუკუნის დასავლეთ საქართველოშიც მეტად აქტუალური ყოფილა. ამ ისტორიაში ერთადერთი ამრჩევა ჩემთვის გაუგებარი. მატუტო ჩენსერიას დედას ნამდვილად შეეძლო დაპირისპირებოდა საკუთარ რძალს, ოჯახის სხვა წევრებს, შემოიტანა არეულობა. მაგრამ რანაირად უნდა აემხედრებინა მას შინაური პირუტყვი, ეს კი გაუგებარია. საუბედუროდ, ვერც მატუტო ჩენსერია აგვიხსნის თუ რას გულისხმობდა. და რას ფიქრობთ თქვენ? დაწერეთ კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა.